გამარჯობა, როგორ ხართ მეგობრებო? დღევანდელი ეპიზოდი მიეძღვნება ქართულ საკლუბო ფეხბურთს. ასევე ვეცდებით გავარკვიოთ, ვის ეხება საქართველოს ჩემპიონატი, ვისი პასუხისმგებლობაა და ასე შემდეგ. ვისაც გსურთ, რომ საკლუბო ფეხბურთს რამე ეშველოს, გამოიწერეთ უჯარი მოდ, დაალაიქეთ ეს ვიდეო, ჩართეთ ზარისღილაკი და გახსოვდეთ, რომ სანამ 40,000, 50,000 გამომწერზე არავალთ ქართულ საკლუბო ფეხბურთს არაფერი არ ეშველება. ქართული კლუბებისთვის 2025-2026 წლების ევრო სეზონი ძალიან ხანმოკლე გამოდგა. 31 ივლისს უკვე ყველა ქართული გუნდი გამოვარდნილი იყო. შედარებისთვის პარი სენ-ჟერმენმა ახალი სეზონისთვის მზადება 6 აგვისტოს დაიწყო. მზადება რა, რო იკრიბებიან და რაღაცა ნელ-ნელა გახურებას რომ მზად კი არ იყვნენ. ნელ-ნელა რა ცოტა მსუქანი ხალხი რო ჩამოდის და ვარჯიშს რო იწყებს. ეგ დაიწყეს 6 აგვისტოს და 31 ივლისს ჩვენ უკვე სეზონი დამთავრებული გქონდა. თუმცა ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის, მეგობრებო. ჩვენ უარესიც შეგვიძლია. 2019-20 წლების სეზონში კოვიდის გამო UEFA მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცოტა გაეწელა სეზონი და 19-20 წლების სეზონი დასრულდა 23 აგვისტოს. თან შემდეგი სეზონიც დაიწყეს რა, რომ ეხლა ცოტა შემჭიდროვებული გრაფიკები რო იყო და 20-21 წლის ევრო სეზონი ქართულმა კლუბებმა დაასრულეს 12 აგვისტოს. წინა სეზონი ჯერ დასრულებული არ იყო, ჩვენი კლუბები უკვე შემდეგი სეზონიდან იყვნენ გამოვარდნილები. ვალი გქონდა UEFA-ს. მისიაზე გამოვარდით, შემდეგი სეზონი წავაგეთ წინა სეზონში. რა თქმა უნდა, სულ ასეთ დღეში არ ვიყავით. კარგი ჩემპიონატი არასდროს გქონია, მეტიც კატასტროფა იყო ყოველთვის, მაგრამ იყო დრო, როდესაც UEFA-ს რეიტინგში 31, 32, 33 ადგილი არ გვაკმაყოფილებდა. ფეხბურთის განვითარების პროგრამის აუცილებლობაზე მსჯელობა როცა დაიწყო, მაგ დროს ვუსწრებდით აზერბაიჯანს, ყაზახეთს, ფინეთს, ბოსნიას, ირლანდიას, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთს, სომხეთს და ასე შემდეგ. ოდნავ გვისწრებდნენ სლოვენია და უნგრეთი. ბოლო ადგილზე იყო ანდორა, სან-მარინო უსწრებდა ანდორას. მაშინ შემოვკარით განგაშის ზარებს, სადაცაა ხალხო, გაგვისწრებენ ყაზახეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ფინეთი, რამე ვქნათ ხალხო. ესე დაიწყო ფეხბურთის განვითარების პროგრამაზე მუშაობა. ვიმსჯელეთ, მოვიფიქრეთ ფეხბურთის განვითარების პროგრამა და 2016 წლიდან დავიწყეთ ფულის ხარჯვა. 2016-დან მოყოლებული 9 მილიარდი ლარი დავხარჯეთ და ანდორამ გაგვისწრო. შეგახსენეთ პროგრამა, იმიტომ მოვიფიქრეთ, რომ ფინეთმა არ გაგვასწროს, ყაზახეთმა, ყარაბაღი ნახეთ ფულს ხარჯავს, ეს თუ ანდორამ გაგვასწრო. ამჟამად UEFA-ს 55 წევრს შორის ვიკავებთ 52 ადგილს, ვუსწრებთ მხოლოდ სან-მარინოს, უელსს და გიბრალტარს. აქედან მხოლოდ ერთია სახელმწიფო, სან-მარინო. დამოუკიდებელი სახელმწიფოებიდან ვუსწრებთ მხოლოდ ერთს და ბრიტანეთის 2 მხარეს. ეს არის 9 მილიარდის დახარჯვის მერე ჩვენი მონაგარი. თუმცა, ეგრე კარგადაც არ არის საქმე, რომ ბრიტანეთის 2 მხარეს უსწრებ, ეგრე ზად არის. გიბრალტარის გუნდი წელს შევიდა ჯგუფში, მოდი ჯგუფით დაუძახოთ ახლა main rounds. გიბრალტარის გუნდი შევიდა ჯგუფში, ანუ კიდე ბევრი თამაშის ჩატარება მოუწევთ და დიდი ალბათობით გიბრალტარი წელსვე გაგვასწრებს და დაგვრჩება ერთი სახელმწიფო და ერთი რეგიონი, სხვა ყველა გვისწრებს. უელსთან ვუსწრებთ, იმიტომ რომ უელსის საუკეთესო კლუბები თამაშობენ ინგლისის ჩემპიონატებში, თორემ სუონსის, კარდიფ სიტის, რექსემის დონის კლუბები ჩვენ არ გვყავს. ანუ უელსსაც ვერ ვჯობი ვართ.
რეალურად, ობიექტურად მარტო სან-მარინოს უსწრებთ. რომლის დედაქალაქის მოსახლეობა 4-ჯერ ნაკლებია ვიდრე უჯარიმოდის გამომწერების რაოდენობა. სან-მარინოს ახლა მართლა ჯობნით რა, ახლა სან-მარინო. თუმცა ყურადღება შეკითხვა. მიმდინარე ევროტურნირებზე ჩამოთვლილი ქვეყნებიდან რომელს აღარ დარჩა კლუბი ევროტურნირებზე? A. მალტა, B. ჩრდილოეთ ირლანდია, G. სან-მარინო, D. საქართველო. სწორი პასუხია საქართველო. D. სან-მარინოს კლუბი ვირტუსი კონფერენს ლიგის პლეი-ოფშია გასული. გასვლა 2-1 აქვს წაგებული ისლანდიურ ბრეიდაბლიკთან და სახლში თუ მოუგებს აგერ დღე-დღეზე ექნებათ თამაში სახლში თუ მოიგებენ კონფერენს ლიგის ჯგუფში გადის სან-მარინოს კლუბი. ჩვენგან განსხვავებით. ანუ სან-მარინოსაც ეხა წამოვარტყი ხელი რომ სან-მარინოს ჯობი ვართ ეგრე არ არის რა. ლად ეგრეც არ არის რა. ბოლოს წინ ადგილისთვის ჭიდაობა მოგვიწევს ეგრე არ არის რა. სან-მარინო მოდი ეგრე არ არის რა. ამ დონემდე რომ დავსულიყავით ეს ყველაფერი დაგვიჯდა 9 მილიარდი ლარი. ბუნებრივია ჩნდება შეკითხვა. ფონდის დაფინანსება უნდა გაგრძელდეს თუ არა? ეს შეკითხვა რო გაგიჩნდეს, აი უხერხულია ხო? ეს უეჭველი არის ეს შეკითხვა. გაზეთ ლელოსაც გაუჩნდა ეს შეკითხვა და ჩაწერა ინტერვიუ ფონდის ხელმძღვანელთან. სათაურს წაგიკითხავთ. ახალი 5-წლიანი პროექტი 20-26 წლიდან. კაი, ძელდე გადაწყვეტილია. 5 წელი კიდე. აი სად დაენცრა სან-მარინოს. ჩვენ რო კლუბებს დაფინანსება გაუჩეროთ ეხა. უეჭველი ჩამოგვეშლება ჩემპიონატი და გაგვასწრებს სან-მარინო, მაგრამ ვერ მოესწრებიან მორიგი 5 წლიანი დაფინანსება. მომდევნო 5 წელიწადში 250-300 მილიონს დავხარჯავთ, მინიმუმ ამ პოზიციას შევინარჩუნებთ ჩემი აზრით. მინიმუმს ვამბობ, თორე შეიძლება იქ 1-2 ადგილით კიდე წავიწიოთ წინ. ალბათ გაინტერესებთ, რის საფუძველზე გადაწყდა, რომ ფონდის დაფინანსება უნდა გაგრძელდეს. ამონარიდი ინტერვიუდან ციტირებ, აცხადებს ფონდის ხელმძღვანელი. მიღწევების გაზრდის გამო სახელმწიფო სპორტს უფრო სერიოზულ თანადგომას გამოუცხადებს. ანუ რატო გრძელდება ფონდის დაფინანსება? გაზრდილ მიღწევების გამო. ყველაზე საწყენი ჩემი აზრით რა არის, იცით რომ აი ხო შეიძლება გამოვიდეს ფედერაციიდან ვინმე ან ფონდიდან და ჯიგრულად თქვას რომ ძმებო, ვერ იყო წარმატებული ეს 10 წელი. უშედეგოდ დაიხარჯა ეს თანხა, მაგრამ ჩემი აზრით დაფინანსება უნდა გაგრძელდეს, ხარვეზებს გამოვასწორებთ, პროგრამას დავხვეწთ, გადავაკეთებთ, სხვანაირად დავხარჯათ და რაღაცა ვცადოთ ერთხელაც. აი ხო შეიძლება ჯიგრულად გამოვიდეთ და ვილაპარაკოთ რა, რომ კი, ცუდად წავიდა ეხა ეს 10 წელი 9 მილიარდი შედეგი არ დაიდო, მაგრამ მოდი რაღაცა ფეხბურთს კი არ შევეშვათ, უკეთესად დავხარჯოთ. ხო შეიძლება ესე ჯიგრულად ვილაპარაკოთ, არა. გაზრდილი შედეგი მიღწევების გამო ანუ ძალიან კარგად გვაქვს საქმე და ამიტომ ვაგრძელებთ რა. ეხა ალბათ ისე შეიფუთება ყველაფერი, თითქოს სანაკრებო წარმატებასთან რამე კავშირი აქვს ამ განვითარების ფონდს და ამიტომ 1-5 წლით უნდა გავაგრძელოთ. ნახე ნაკრებმა რა აქნა. ანუ რომ მთელი ფული 90% რაც იყო ამ ფონდში კლუბებს მოხმარდა. სანაკრებო თემასთან არაფერ კავშირში. რეალურად იყო საკლუბო ფეხბურთის განვითარების პროგრამა იყო რა. პატარა აღიარებასაც გავაკეთებ. თავის დროზე მე მომხრე ვიყავი ფონდის შექმნის იდეის. ანუ ეს რაც მოხდა ვიცავდი ამ იდეას აქტიურად, შევწდი, ვაღიარებ, მაპატიეთ ხალხო, მართლა რატომღაც მეგონა რომ დაფინანსების ეს მოდელი
ბევრ სერიოზულ ინვესტორს მოიზიდავდა, იმიტომ რომ როცა იცი რომ დაახლოებით 2 მილიონს ფონდიდან გამოიმუშავებ, იქ ევროტურნირებიდან შემოსავალი, იქ 1-2 ტრანსფერი, გაყიდი ფეხბურთელს, იქ მაისურზე სპონსორი 2-3 მილიონს შენს ფულს დაამატებს ზემოდან და უკვე ისეთი ბიუჯეტი გამოგდის, მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფისკენ გაიწევ რა, ეს წარმომედგინა, თურმე სად ბანაო, რისი გჯერა ამ ხელა კაცს რომ აი რა გონია რა თავის ფულს დაამატებს კიდე ვიღაცა და მოკლედ 2016 წელს დაიწყო კლუბების დაფინანსება, გავიდა 10 წელი, დაიხარჯა 9 მილიარდი, გაგვასწრო ანდორამ ევროტურნირებზე დავკარგეთ მეოთხე გუნდის გაყვანის უფლება, გავბრაზდით და ჰოპ, უცებ ფედერაციამ საქართველოს ჩემპიონატის დონესთან ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ. ანუ უკვე გაბრაზებას რო ვიწყებდით, ჩვენო წინასწარ პრევენციულად რო იცოდეთო ჩვენ აფერ შუაში არა ვართ. 2016 წელი ლევონ კობიაშვილის ინტერვიუ ციტირებ. ისტორიული დღეა და ყველანი ბედნიერები ვართ, რომ ფედერაციის მიერ წარმოდგენილი პროგრამა ჯერ სპორტის სამინისტრომ მოიწონა, დღეს კი მთავრობის თომაზე დამტკიცდა. უმოკლეს ვადაში გვექნება პრეზენტაცია. ამ პროგრამაში გათვალისწინებულია როგორც უმაღლესი, ასევე ყველა კლუბის დახმარება. გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარება. კლუბებს საშუალება ექნებათ, რომ დაგეგმონ განვითარების პროცესი, ანუ ამ პროგრამის საშუალებით კერძო ინვესტორებისთვის უკვე საინტერესო გახდება კლუბის შეძენა და პარტნიორობა. ანუ ფედერაცია მოიფიქრა პროგრამა, მოაწონა სახელმწიფოს, ამ პროგრამით საკლუბო ფეხბურთს დავეხმარებითო, დავხარჯეთ 9 მილიარდი ჩვენი ჯიბიდან, გავიდა 9 წელი, გაგვასწრო ანდორამ და 2025 წელს კობიაშვილი გვეუბნება. ჩემპიონატის დონე ვინ უნდა ამაყოს? მე უნდა ვიზრუნო ამაზე? ჩემი აზრით, ლევანი მართალი იქნებოდა, რომ ეთქვა ასე. მე მოვიფიქრე პროგრამა, მოვაწონე სახელმწიფოს, გამოვართვი ამდენი ფული და მოგეცით. კლუბებმა რა ქენით, გამოიყენეთ? ხო და კარგად იყავით აწი. დაფინანსება არ გაგრძელდება, მიხედეთ საკუთარ თავებს. აი ეს რო ეთქვა, მე ლევანის მხარეს ვიქნებოდი ამ შემთხვევაში, რომ კაცმა კაი პროგრამა, ანუ ფული მოგიტანათ კლუბებს, დაფინანსება გიშოვათ, თქვენ ვერ გამოიყენეთ, ეხლა კარგად იყავით რა. აი ამ შემთხვევაში ფედერაციისგან მეტნაკლებად მართებული იქნებოდა განზე გადგომა. მე ყველა პირობა შეგიქმენი, კარგად მეყოლე რა. ანუ ეს მისაღები პოზიცია იქნებოდა. ეხლა რა გამოდის? კობიაშვილი ამბობს, რომ ჩემპიონატი უმძიმეს მდგომარეობაშია, რაშიც ფედერაცია დამნაშავე არ არის, ხოლო ფედერაციის მოფიქრებული დაფინანსების სქემა 5 წლით გაგრძელდება გაზრდილი შედეგების გამო. ანუ დავალაგოთ ეხლა ეს ლოგიკა, რომ კაცი ამბობს, რომ რათ მინდაო ჭიაბრიშვილის განცხადებაო, ისაც კარგად ვიციო, რომ ჩემპიონატი მძიმე დღეშიაო, მაგრამ მე რა ვქნაო, რა შუაში ვარო მეო, მაგრამ პროგრამა გაგრძელდება კაი შედეგების გამო. აი ეს არის უკვე დაცინვა ჩემი აზრით. ჩვენი მიჩნევა იდიოტებად, რაშიც მართლები ხართ. იდიოტები ვართ აბსოლუტურად, იმიტომ რომ ასეთი გასაცოდავებული, გაუბედურებული სპორტის პრესა, როგორც დღეს არის, არასოდეს არ ყოფილა და ესეთი მოპყრობა ჩვენდამი მგონია, რომ არის დამსახურებული და ვიმსახურებთ, რომ კიდე აქეთ რო გააბრაზებული და ბრექით რო გველაპარაკებით, ჩემი აზრით, აბსოლუტურად დამსახურებულია. აბა ძველი სარბიელი არსებობდეს, თუ იქნებოდა ესეთი დამცინავი მოპყრობა, აი ძველი სარბიელი დღეს არსებობდეს და აი ნახავდი მე ვინ როგორ ტონალობაში ისაუბრებდა, ვის ეხება ელიგა, ვინ უნდა ამაღლოს დონე? მე? ChatGPT-ს ვკითხე, საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთში, ჩხილებში, ანუ ესე ვკითხე, საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთში დონის ამაღლებაზე ვინ უნდა იზრუნოს? გეფიცებით, არც მინიშნება მიმიცია, არც ლინკი ჩამიგდია რამე, არც ის მithქვამს, რომ საქართველოში ამ თემაზე ვკამათობთ სერიოზულად, მხოლოდ ეს ვკითხე, აი გაჩვენებთ პასუხს. პირველი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ პასუხობს.
ჩამონათვალში. და მე უწერია UEFA, კლუბები, მწვრთნელები, მედია პარტნიორები, რომ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ დონის ამაღლებაზე, ყველამ ჩვენი აგური დავდოთ, მაგრამ პირველ რიგში უწერია ფედერაცია. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ChatGPT-ს ეს რო არ ეთქვა, ისედაც ვიცოდი. მაგრამ გადავამოწმე მაინც, რავი, მაინც არ ვენდე ChatGPT-ზე ხელოვნური ინტელექტია მაინც. და კიდე უფრო გადავამოწმე და ფედერაციის წესდებაც მოვიძიე და ჩავხედე წესდებას. წესდება მუხლი 2 მიზნები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიზნებია. ფეხბურთის თამაშის მუდმივად განვითარება SFF-ს ტერიტორიაზე. ეს არის პირველი მიზანი. შემდეგ წერია კიდე 10 მიზანი სხვადასხვა და მეორე მუხლი მთავრდება მე-12 ნაწილით შემდეგნაირად. განახორციელოს ნებისმიერი სხვა ქმედება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას. ანუ ამით იწყება და მთავრდება მიზნები. მიზნების მუხლი იწყება ფეხბურთის განვითარებით და მთავრდება ამით. მოდი შევთანხმდეთ, რომ ფედერაციის საქმეა ყველაფერი, სადაც ფეხი და ბურთი ფიგურირებს ერთად. ფეხი და მრგვალი ბურთი, სადაც ფიგურირებს ერთად, ყველაფერი ფედერაციის საქმეა. ახლა გავარკვიოთ, რა არის კლუბების საქმე. და რა ფედერაციის, ახლა ფლადეგრეთს კი არ არის, აკვირო ყველაფერი ფედერაციის საქმე იყოს. არა, რაღაცა ფედერაციის საქმეა, რაღაცა. ჩემი აზრით, იბერია ჩემპიონი რო გახდა და ძირითადი შემადგენლობის 7 კაცი წავიდა, ეს ფედერაციის ბრალი არ არის. თბილისის დინამო კვარას, მამარდაშვილის, ზურიკოს, ჩაკვეტაძეს და ეგეთი დონის მოთამაშეებს რო ზრდის და ვერაფერში იყენებს, ეგ ფედერაციის ბრალი არ არის. ტორპედოს ზომის ბიუჯეტით ბოდო გლიმტმა ევროპის ლიგის ნახევარფინალი რო ითამაშა და ტორპედო ელიგას ვერ იგებს, ეს ფედერაციის ბრალი არ არის. დილას გარდა არც ერთ კლუბს სკაუტინგის სისტემა რო არ აქვს და ჰაილაითებით რო იმატებენ ფეხბურთელებს, ეგ არ არის ჩემი აზრით ფედერაციის ბრალი. ამაში მე ფედერაციის მხარეს ვარ, რომ ეს მათი საქმე არ არის და მათი ბრალი არ არის. მაშინ რა არის გამოსავალი? კლუბების საქმეში ფედერაცია ვერ ჩაერევა და კარგია რომ არ ერევა. და ხა ფედერაცია ვერ გააკეთებს მათმაგივრად ტრანსფერებს, მწვრთნელს ვერ მოიყვანს და ასე შემდეგ. რა უნდა ქნას მაშინ ფედერაცია? ხო, ანუ ლოგიკური შეკითხვაა. თურმე ფედერაცია ან სახელმწიფო უნდა დაჯდეს და ჩვენი ჩემპიონატის დონე აამაღლოს, განაცხადა კობიაშვილმა. თურმე ესე იგი ჩვენ და სახელმწიფო უნდა დავჯდეთ და აამაღლოს ჩემპიონატი. კი, ეგრეა. ჩემი აზრით ეგრეა. ფედერაცია და სახელმწიფო უნდა ხო. და იფიქრონ მაგას. იმიტომ რომ თუ სადმე გამიგია ქვეყანა, სადაც ძალიან ცუდად გქონდათ საქმე და მე განავითარეს, ყველგან დაასხდნენ და მოიფიქრეს რა. ოღონდ რა უნდა მოიფიქრონ ჩემი აზრით. ფედერაციამ და სახელმწიფომ უნდა შექმნან ისეთი გარემო, სადაც სერიოზულ ინვესტორებს მოუნდებათ ფეხბურთში შემოსვლა. არ მოგწონთ ხო კლუბების ხელმძღვანელობა, ფედერაცია ხო ამბობს პირდაპირ კლუბები არ ვარგა. ჩვენ რაფერშუაში ვართ. კი ბატონო, წავყვეთ მაგ ლოგიკას. არ მოგწონთ ხო კლუბების ხელმძღვანელობა? არ არიან ხო კარგი გუნდის გამკეთებლები? შენ უნდა შექმნა ისეთი გარემო, სადაც სერიოზულ ინვესტორებს მოუნდებათ შემოსვლა, ფულიც რო აქვთ და მენეჯმენტიც რო იციან, აი ეგეთ ტიპებს მოუნდებათ შემოსვლა. რავი, რატოა წარმოუდგენელი და სასწაული, რომ Red Bull-ის მსგავს კომპანიას მოუნდეს აქ გუნდის გაკეთება. რავი, სხვადასხვა ქვეყანაში ხო აკეთებენ. აი საქართველოშიც რომ მოუნდეთ გუნდის გაკეთება, რა არის ამაში საოცრება, როდესაც ვართ ქვეყანა, რომელსაც ტალანტები გვაყრია თავზე, ქვეყანაში საფეხბურთო ბუმია, საგადასახადო სისტემა გვაქვს ძალიან ნორმალური, დაბალი გადასახადები გვაქვს, ფონდი კიდე აქეთ ფულს გაძლევს. აი რატო არ შეიძლება მაგარ კომპანიას მოუნდეს აქ დაკერო და აქ პროექტი გააკეთოს. ცოტა მუშაობა უნდა და უსერიოზულეს ინვესტორებს შემოიყვან ჩემი აზრით, რომლებიც ამ ბედოვლათებს რო არ მოგწონთ დღეს, ჩააჩოჩებენ უპრობლემოდ, მაგრამ აქ არის შეკითხვა. გინდათ კი მაგარი ინვესტორების შემოსვლა ქართულ ფეხბურთში
მე არ ვარ დარწმუნებული, რომ არის ამის სურვილი, რომ შემოვიდნენ მაგარი კომპანიები აქ და მაგარი გუნდები გააკეთონ, იმიტომ რომ იგი ახლობელი ესა ის დასაქმებული ის და იგი აგი. ბევრი რაღაცა მაგაში არ ვარ დარწმუნებული, თორე ფედერაციას იმ ლოგიკაში მივყვები, რომ არ არის მისი საქმე იბერიამ ან ქუთაისის ტორპედომ რა ტრანსფერები გააკეთა და წვნელად ვინ მოიყვანა და რომელი ლეგიონერი ჩამოიყვანა. არა, არ არის ეს ფედერაციის საქმე, კლუბები არიან დამნაშავე იმაში, რომ ეგეთ ვერ აწყობენ ტალინის ლევადიას და ვიღაცის ფარერების დამმარცხებელ გუნდს, მაგრამ მე მგონი გასაგებია ხო ისეთმაც მინდა რა. ერთ ეპიზოდში ნამდვილად ვერ ჩავატებ ყველაფერს, ანუ კიდე არის დაახლოებით 1500 თემა არის, რაზეც გულწრფელად მინდა საუბარი, მაგრამ მოდი დღეს ამით შემოვიფარგლოთ. პირობას გაძლევთ, რომ ასე არ მივატოვებ ამ თემას და პერიოდულად აუცილებლად ანალიზებ. კი, იმიტომ რომ წლიდან წლამდეა ხოლმე, ხო იცი ეგ თემა რა, რომ ზაფხული მოვა, წავაგებთ ბუდგუდ და შემდეგ ზაფხულამდე ისე არაფერი ხდება რა და არა, დაუბრუნდები ამ თემას აუცილებლად, პირობას გაძლევთ. ვეცდები რამე სხვა ფორმატიც დავამატო არხზე. მაგალითად პოდკასტი, რომელშიც უკეთესად გავშლით ამ თემებს და იქნება პოდკასტი. ვიტყვით რაც სათქმე, აი თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ რო იყოს ეგეთი ფორმატი, რომ შევიკრიბეთ ვისაუბროთ, რა ვისაც სურვილი გაქვთ, ნებისმიერ ადამიანს შეგიძლიათ მოხვიდეთ და ვისაუბროთ, იქნებ მე ვწდები, ეხა იქნებ რამეში და გააზრდილი შედეგების გამო 1.6 მილიარდი დასახარჯია კიდე რა. არ ვიცი. მე უშვებ იმას, რომ შეიძლება ვწდებოდე რა. რადგან არ მინდა რომ დღევანდელი გადაცემა გამოვიდეს სევდიანი, გათამაშებაზე გადავალ. წინა უჯარი მოდის გამარჯვებულს გამოვავლენ. მოდით რენდომაიზერს მივანდოთ გამარჯვებული კომენტარის ავტორის გამოვლენა. და გამარჯვებულია გუჯი ნადარა, ეგეთი კომენტარის ავტორი. რო არ იფიქროთ რომ მე რაღაცა ვიმაიმუნე აქ, ამასაც გაჩვენებთ. ეხლა რა მოიგო ადამიანმა, რაიდო შავყუთში. წინა შავყუთში რაც იყო იქედან გზამკვლევი, ინგლისურ-ქართული საფეხბურთო წიგნი, რომელიც იყიდება, შეგიძლიათ შეიძინოთ, მაგრამ მე გაჩუქებთ. ერთი ეს საჩუქარი, მეორე ევრობასკეტზე წასვლის შემთხვევაში, მეგობრებო, ვონდერლენდი გაგიკეთებთ ფასდაკლებას, თუ დააპირებთ ევროპის ჩემპიონატზე წასვლას, მიწერეთ უჯარიმოდ მინდა ევრობასკეტზე წასვლა და ფასდაკლება გარანტირებული გაქვთ. ეს ორი საჩუქარი ძველი ყუთიდან გადმოვიდა. ეხლა რაც შეეხება მესამე საჩუქარს. შავყუთში იდო არჩევანის უფლება. უჯარი მოდის კოლექციაში თუ კი რამე მაისური ღა შემორჩა, ნებისმიერს დაადეთ ხელი თქვენია. ეს არის საჩუქარი რა. ჩვენ გვაქვს რამდენიმე მაისური შემორჩენილი. ერთი არის ისტორია, კვარა და ნაპოლი, ერთი მაისური ეს გვაქვს შემორჩენილი ჩვენს სტოკში. მეორე მაისური არის კრემონეზეს მაისური ლოჩოშვილის, რომელსაც აქვს ლოჩოშვილის ხელმოწერავე. ორიგინალის ორიგინალი. კიდევ გვაქვს ორი სახელბურთო მაისური. ერთი გვაქვს კალანდაძის მაისური, მისივე ხელის მოწერით. აი წინა კლუბში შამბრიუ თუ რა ერქვა იმ გუნდს აღარ მახსოვს, მისივე ხელმოწერით. და ცხოვრებაძის გუმერძბახის მაისური ხელბურთის, ეს გვაქვს შემორჩენილი და კიდევ გვაქვს საქართველოს ნაკრების სუსუ პირველი მაისური, რომელიც ეცვა ისტორიაში, ეს საჩუქარი ადრეს გაგვითამაშებიან. აი ესენი შემორჩა უჯარი მოდის. წეროს რა უნდა? ხო, უჯარი მოდის ავლადიდებაში ესენი შემორჩა, რომელსაც დაადებ ხელს შენია. ეს იყო შავყუთში ჩადებული საჩუქრები. ეხლა ამ ვიდეოს კომენტარებში რასაც დაწერთ, თქვენ მოიგებთ კიდევ ერთ შავყუთს. იმაში რა იდება, ასევე კაცმა არ იცის. რას მოვიფიქრებ? მე ისეთი კაცი ვარ. მე რა დამარტყამს თავში, კაცმა არ იცის რა. ასე რომ
ამ ვიდეოზეც დაწერეთ კომენტარები და ჩვენ პატიკო უნდა განვაახლოთ, მე მგონი ჩვენი ავლადიდება რა. და ნელ-ნელა შეგვიმცირდა რა. საშოპინგო ვართ ან რაღაცა. სასასწრელი ვართ საშოპინგოთ რა. ესე იგი ერთი მაისური, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, ხუთი ცალიღად დაგვრჩა რა. გასაახლებელი გვაქვს სპორტსმენებთან, მისასვლელები ვართ. ხელი მოსაწერია. ახალი მაისურები წასართმევია. აუ, რამდენი საქმეა. ამისათვის გამოიწერეთ არხი, ვიდეო დაალაიქეთ, ძალისხმევაში ჩართეთ და ჩვენ თუ ავალთ 40,000 გამომწერზე ან 50,000 გამომწერზე, აი ამ რეინჯში, გვპირდებით, რომ 1-2 წელიწადში ანდორას გავასწრებთ. ჩაუქროლებთ. ყველაფერი კარგად იქნება.